შემდეგი თემა ეხება სამკერვალო ბიზნესს, რომელიც მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს. სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ 2024 წელს ექსპორტზე ჯამურად 160 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი გავიდა. 2022 წელს ექსპორტი 165 მილიონი დოლარი იყო, ექსპორტი შემცირებულია ამ წლის დასაწყისშიც. იანვარში საქართველოსთან ექსპორტზე 9 მილიონ 700 დოლარის ნაწარმი გავიდა, გასული წლის ამავე პერიოდში შედეგი 12 მილიონი დოლარის ექსპორტი იყო. რა მიქონია გავლენა და რამდენად არის ცალკეული სამკერვალოების დახურვა თუ ექსპორტის სტატისტიკური შემცირება კონკრეტულ მიზეზებზე დამოკიდებული. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ საქმიანი დილის ამ ბლოგში. ჩვენი სტუმარი არის ნინო გიორგაძე. ნინო გახლავთ სამკერვალო საწარმო ლიდერის მართველი პარტნიორი, რაც ნიშნავს, რომ ის არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამ საწარმოს. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. სტატისტიკა დამოფიქრებელი იყო, სწორედ ამ მიზეზით შეგაწუხეთ. რამდენად იზიარებთ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულ მიმართებებს, იმიტომ რომ ერთია ციფრები და რიცხვები, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა გარემოებები ახასიათებდეს, მაგრამ რამდენად ასახულია ის რეალობა, იმიტომ რომ ჩვენამდე ასევე მოვიდა ინფორმაცია რამდენიმე სამკერვალოს დახურვასთან დაკავშირებითაც. ერთი არის ნამდვილად ეს სტატისტიკა, პირველ რიგში დილამშვიდობის და მადლობა მოწვევისთვის. ერთი არის ეს სტატისტიკა, მეორე არის თვალხილული შედეგები, რომელსაც ვგრძნობთ, ვხედავთ და შეგვიძლია ამ ფაქტების და შედეგების შეჯამება ნამდვილად განსაკუთრებით მცირე ზომის სამკერვალო საწარმოებისთვის აღმოჩნდა კრიზისული ეს პერიოდი, ბოლო თვეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დახურულიყო, ასევე დაიხურა რამოდენიმე ბრენდი, რომელიცაც გაქონდა ექსპორტზე. ბრენდს გულისხმობთ, ვინც უკვეთავდა ნინო, ვინც აწარმოებდა ქართულ პროდუქტს და გაქონდა. აი, საერთაშორისო ბრენდებზე არ არის. საერთაშორისო ბრენდები ესე პატარა საწარმოებში არის იწარმოება, ნაკლებად იწარმოება, როგორც იცით და ვსაუბრობ იმ პატარა წარმოებებზე, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებდნენ და გაქონდათ ექსპორტზე. ეს შედეგები ჩვენ გვაქვს ასოციაცია, გვაქვს კონტაქტები ერთმანეთთან და ესე ვთქვათ ინფორმაციებიც აქედან გვაქვს გადარჩნენ ჯერჯერობით. პირველ რიგში რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ მოქმედებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე. ვალუტის მკვეთრი ცვლილება, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია არის ის, სადაც არც ერთი ნედლეული არ იწარმოება საქართველოში და არის სრულად იმპორტზე დამოკიდებული. თქვენს ვიდრე ჩვენი ინტერვიუ გავიდა და მანამდე იყო სწორედ რომ 6%-იანი ცვლილება არის და დაახლოებით ეს ინდუსტრია, სადაც ყველაფერი იმპორტირებულია, პირველ რიგში გრძნობს, იმიტომ რომ ეს ვალუტის მკვეთრი ცვლილება, გაძვირებული 6%-ით პროდუქტი, დამკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში ან ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქსირებულ თანხად ყიდულობს კონკრეტულ პროდუქტს, მას უჭირს გაძვირებული პროდუქტის გადახდა, მცირდება შეკვეთები, მცირდება მომხმარებლები და აქ ლავირება ბიზნესს ძალიან უჭირს. და გადაწყვეტილება ყველაზე მარტივი არის, რომ დახურო წარმოება და ეძებო სხვა ალტერნატიული გზა. პოლიტიკური არასტაბილურობა, სავალუტო კრიზისი და თამდევი ინფლაცია, ფასების და რა თქმა უნდა. ნინო, ჩემი დაკვირვებით, შემდეგი კიდევ ერთი მიზეზი ხომ არ არის თქვენთან საუბრისთვის, როცა ვემზადებოდი, დავიწყე ამ თემის შედარებით მოკითხვა, გაზრდილი ანაზღაურების პრობლემა. სამკერვალო ბიზნესი გამორჩეული იმითი იყო, რომ სამუშაო ძალა საქართველოში იყო შედარებით იაფი. ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ ადგილობრივი ბრენდები წამოწეულიყო და ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ საერთაშორისო ბრენდებს მასიური წარმოება დაეკვეთათ ქართული სამკერვალოებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ხელფასი ამ სფეროში არის გაზრდილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ მუშახელი აღარ იყო. ეს ადამიანები მიდიოდნენ სხვა სამსახურს პოულობდნენ, სადაც ანაზღაურება იყო გაცილებით, რომ დაემაგრებინათ, ხელფასმა მოიმატა. ხელფასის ზრდასთან ერთად რენტაბელობა მოიკლო. არის თუ არა თქვენს ჩამოთვლილ სამ მიზეზს შორის მეოთხედ შეიძლება თუ არა ამის მოაზრება? ცხადია გაზრდილი ხელფასი, იმიტომ რომ
დასაქმებულები მარტივად რა ვთქვათ, ვეღარაფერს ყიდულობდნენ, რაც საარსებო ჭირდებოდათ მათ ოჯახებს. ჩვენი თანამშრომლები არიან ისეთი ადამიანები, რომელთა ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს ხშირ შემთხვევაში ის შემოსავალი, რასაც ჩვენთან ის ხელფასი, რასაც ჩვენთან იღებენ. გაზრდილი შემოსავალი ნამდვილად პრობლემაა, ასევე გადინებულ კადრებზე უფრო ვინერვიულებ მე, იმიტომ რომ მაგათად ერთ-ერთი ძალიან კვალიფიციური კადრი, რომელსაც ვფიქრობდით, რომ საბაზრო ხელფასთან მიმართებაში კარგი ხელფასს ვუხდიდით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადავიდეს სამუშაოდ სხვა ქვეყანაში. ეს გადინებული კადრები არის ნამდვილად უსაშუალო პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეიძლება მიიღოს ის ანაზღაურება, რაც ჰქონდა საქართველოში. ან ძალიან მცირე სხვაობით. და არგუმენტი რა იყო, გარემო? არგუმენტი იყო, რომ ეს მცირე სხვაობაც მისთვის ალბათ არის მნიშვნელოვანი. ზოგადი პოლიტიკური გარემო არასტაბილური დასაქმებულსაც უჩენს განცდას, რომ დაიხურა პირობითად 5 საწარმო, შეიძლება მე-6 ის იყოს, სადაც მე ვმუშაობ და ეს არასტაბილური რობის შეგრძნება მას აძლევს мотивაციას დატოვოს ქვეყანა და გადავიდეს სამუშაოდ სხვაგან, იმიტომ რომ ეს პროფესია არის მოთხოვნადი ნებისმიერ ქვეყანაში. ნინო, თქვენ ახსენეთ ასოციაცია. დიახ. სადაც დარწმუნებული ვარ, იკრიბებით და პარტნიორები, კოლეგები, დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს სხვადასხვა თემებს უზიარებთ. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ვითარებიდან, ამაზეც ნაფიქრი მინიმუმ ნამსჯელი გექნებათ, რომ მიმართულება საქართველოს ეკონომიკისა, რომელიც ძალიან კარგად იზრდებოდა. მოდიოდა შეკვეთები, ვითარდებოდა ადგილობრივი ბრენდები. ანუ სამკერვალო მიმართულება იყო თან რეგიონებში იშლებოდა ეს წარმოებები. როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ისევ განვითარების ძველ დონეს, იმიტომ რომ მე ეჭვმეპარება, რომ ხელფასები დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს. ეს გამორიცხულია. პირიქით, მგონია, რომ ხელფასების ნაწილი გაიზრდება. რა გამოსავალია? ასოციაცია, რომელსაც მე ვგულისხმობ, არის ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, რომელიც დაფუძნდა და მთლიანად მუშაობდა და ორიენტირებული იყო, რა თქმა უნდა, ამ ინდუსტრიის განვითარებაზე GIZ-ის დაფინანსებით. რომელმაც ძალიან სიმბოლურია, რომ ამ თემას შევეხეთ ახლა, რომელმაც, როგორც იცით, შეაჩერა გარკვეული პროექტები, ერთ-ერთი პროექტი ეს არის და ასოციაციის მენეჯმენტი ამჟამად თვითონ ასრულებს, უნდა რომ რაღაცნაირად იარსებოს ამ ასოციაციამ და ჩვენც ვცდილობთ, რომ აღნიშნულ ასოციაციას მხარი დავუჭიროთ, რომ ჩვენივე განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დაბნეული სიტუაცია არის, ისე როგორც ყველა ინდუსტრიაში, ასევე სამკერვალო ინდუსტრიაში, ველოდებით პირველ რიგში პოლიტიკური დასტაბილურება არის გამოსავალი, რაც შეიძლება დროულად. გეთანხმებით, რომ შეუძლებელია რაღაც საკითხები დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს. თუმცა ეს აი მაგალითად ჩვენი შემთხვევა არის ის, რომ ლიეტუვაში მოლაპარაკებები გქონდა, მათი წარმოება ჩვენ უნდა შეგვეკერა, მაგრამ აღნიშნული პოლიტიკური გაურკვევლობის გამო სექტემბერში გქონდა აქტიურად მოლაპარაკებები და როგორც განვითარდა მოვლენები, მათ შეაჩერეს ჯერჯერობით, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე უნდა გქონოდა მათი წარმოება დაწყებული და უკვე გაგზავნილი უნდა გქონოდა ლიეტუვაში მათი ბრენდი. ამას ველოდებოდით დაახლოებით რამოდენიმე თვე. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმეში, რომ ჩვენ შეგვეკერა ერთ-ერთი ლიეტუვის ბრენდი და ეს იყო ჩვენი ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თან ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი წარმოება და ჩვენარი მცირე ზომის წარმოებისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ რამაც გვიშველა და რატოც არ დავიხურეთ სხვა საწარმოებთან ერთად, იყო ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ ერთი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული შეკვეთების აქტიურად განხორციელება და ადგილობრივ მომხმარებლების შემოკრება. ეს იყო დამთხევა, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ, ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია ესე ვთქვათ, აირეოდა, გართულდებოდა, დიახ და აი ამან გვიშველა და დღემდე ამან გადაგვარჩინა. ეს არის მთავარი მიზეზი, ასევე ჩვენ გვიწევს, რომ ხელშეკრულებები განსაკუთრებით ყურადღებით გავაფორმოთ, რომ იქ იყოს ფინანსურად მყარად ვიყოთ და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოთ ჩვენი წარმოების და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არის როგორც ყველა, ასევე ჩვენი სფეროც. გამოდის, რომ ლიდერის მაგალითზე უმნიშვნელოვანესი არის ასევე დივერსიფიცირება, რომ ადგილობრივი ბაზარი, მათ შორის კორპორატიული სეგმენტიც მნიშვნელოვნად იყოს ათვისებული, იმიტომ რომ
ჩვეულებრივი დამთხოვა, ბიზნეს დამთხოვა თქვენ შემთხვევაში აღმოჩნდა მაშვილი რგოლი. დიახ, ნამდვილად ასე. თუმცა კიდე გავმეორდები, რომ ეს ჩვენი სფერო რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქციაზე არის და იცით, რომ თურქეთშიც გართულებულია და ჩვენ თურქული ნედლეულით, ძირითადად თურქული ნედლეულით იქ ცალკე ინფლაცია ცდის რეკორდებს. სხვა პრობლემებია და ეს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი პრობლემები ძალიან კრიზისში აგდებს ბიზნესს და მუდმივად ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ, ვიპოვოთ ალტერნატივები და გავაფართოვოთ ასევე ისიც დამთხოვაა, რომ ჩვენ მანამდე გქონდა დაწყებული საექსპორტო ბაზრის გაზრდა და ორიენტირებულები ვიყავით აზიურ ბაზრებზე ევროპასთან ერთად, როგორც იცით, ევროპაში გავიტანეთ ჩვენ რამოდენიმე ქვეყანაში ჩვენი პროდუქცია და ასევე ეს დამთხოვები არის, რამაც გადაარჩინა და გადაგვარჩინა და ვართ ამჟამადაც გადარჩენის მომენტში და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოვერგოთ და ესე ვთქვათ, მუდმივად ვიყოთ ამ რეჟიმში. კარგი. ჩვენ არ მოგაკლებთ ყურადღებას ჩვენი მხრიდან საიმისთ, რომ გაგრძელდეს სამკერვალო ინდუსტრიის მხარდაჭერა. მე ნინოს და მთლიანად ამ ინდუსტრიის სახელით მინდა GIZ-ს მადლობა უთხრა იმ ხარდაჭერისთვის, რაც ასოციაციის შექმნაში და განვითარებაში შეიტანეს და გამოთქვა იმეც, რომ GIZ-ი გააგრძელებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი დამშვიდდება, ამ ტიპის მიმართულებების ხარდაჭერას. წარმატებებს უსურვებ ნინო გიორგაძეს, ნინო სამკერვალო საწარმო ლიდერის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.